მოგესალმებით მეგობრებო, დავბრუნდით შემდეგი ვიდეოთი და შემდეგი საბრძოლო კვირით. ამ კვირას მეტა აპექსიდან, ლას-ვეგასიდან გადმოხვდებით ფილადელფიაში და გვექნება UFC 330 მთავარი ჭუბით ისლამ მახაჩევი ან მაჩადო გერის წინააღმდეგ. ეს ბრძოლა არის სატიტულო, რა თქმა უნდა, 5 რაუნდიანი გვექნება. იან მაჩადო გერი დიდი ხანია იწევს თამბისკენ და უნდა კამარზე ჭუბი როგორც იქნა, ეძლევა ახლა შანსი და შეეცდება დაამარცხოს pound for pound ნომერ პირველი მებრძოლი ისლამ მახაჩევი. ამ კარზე კომენიუმენტი გვაქვს კიდევ ერთი კამარზე ჭუბი, ოღონდ ქალების ჭუბი, მაკენზი დერნი ჯილიან რობერტსონის წინააღმდეგ სტროვეითის კამრისთვის. კარზე ასევე ვნახავთ ბებერ ვეტერან ედსონ ბარბოსას ესტეპან რიბოვიჩის წინააღმდეგ. ჩემთვის პირადად კიდევ ერთი გამოსარჩევი ჭუბი ამ კარზე რაც გვაქვს არის ვინსენტე ლუკი ტრეშანგორის წინააღმდეგ. შევუდგეთ ნელ-ნელა საქმეს და დავიწყოთ ჩვენი ვიდეო. თავიდანვე დასაწყისშივე შეგახსენებთ, რომ არ დაგავიწყდეთ ვიდეოს დალაიქება, გამოიწერეთ ჩემი არხი თუ არ გაქვთ გამოწერილი და დამიწერეთ კომენტარები. მადლობა დიდი წინასწარ. სანამ დავიწყებთ უშუალოდ UFC 330 ლაპარაკს, ჩავხედოთ და ორი სიტყვით მიმოვიხილოთ ჩვენი წინა კარდი, გამროდი სალქილდის კარდი, როგორც წარიმართა, რა მოხდა. 9-2-ზე წამოვიდა პიკები, მშვენიერი შედეგია, იდეალურთან ახლოს არის, მთავარი ლოქი რაც მქონდა სალქილდის ფინიში წამოვიდა. ძალიან კაი ჭუბები ვნახეთ, ლაივმაც მშვენივრად ჩაიარა, ბილეთები გავამწვანეთ, ბეტინგის მხრივ ჯიგრულად წამოვიდა, ლაივში ვინც იყვნენ ბიჭები ჩემთან ერთად, ძირითად მანაწილმაც ყველა გაამწვანეს და ბოლოს ყველა ერთმანეთს ულოცავდით წარმატებულ კარტს. დიდი იმედი მაქვს, რომ ამ კვირასაც ყველაფერი ესე კარგად წავა. ბევრს აღარ ვილაპარაკებ, არ გავჩერდები ბეტინგის ვიდეო როცა მექნება ბეტინგის მხრივ იქ უფრო ბევრს ვილაპარაკებ, როგორც წინა კარდზე, ასევე ამ ჩვენი UFC 330-ც. დავიწყოთ ახლა ჩვენი ამ კვირის ბრძოლების განხილვა. მთავარი ჭუბით ვიწყებთ, რა თქმა უნდა, ისლამ მახაჩევი იან მაჩადო გერის წინააღმდეგ. ველთერვეითის კამრისთვის გვაქვს ეს ჭუბი. ისლამ მახაჩევი ერთი ჭუბია, რაც ავიდა ველთერვეითში, აქამდე ძირითადად ლაითვეითში მოვაწეობდა და იქ იყო ჩემპიონი, დატოვა ის კამარი, ვაკანტური გახადა, შემდეგ ილიამ მოიგო ეგ კამარი, ვიცით ეს უკვე ისტორიაა. ავიდა მოკლედ ველთერვეითში და საკმაოდ წარმატებულად ჩაატარა პირველივე ჭუბი, ეჭუბა ჩემპიონს ჯეკ დელა მადალენა 5 რაუნდიან ჭუბში უშანსოდ დაამარცხა და ახლა მეორე ჭუბი ექნება დაღესტანი ირლანდიის წინააღმდეგ გვაქვს. UFC-ს უნდა რომ მოყვიდოს ეს ჭუბი როგორც კონორი ხაბიბის მეორე ვარიანტი, თუმცა ჩემი აზრით არ არის ეს ასე და საერთოდ არაფრით არ გავს ეს ჭუბი კონორი ხაბიბის ჭუბს. სულ სხვა თემა იყო იქ, აქ მებრძოლებს ერთმანეთი ეგრე არ ეზიზღებათ, არანაირი დაპირისპირება არ აქვთ რინგს გარეთ, ორივეს უნდა რომ კამარი კონდეს უბრალოდ და დარწმუნებული ვარ რომ ჭუბის შემდეგ ჩამოართმევენ ხელს და გაუდგებიან თავის გზებს. ვილაპარაკოთ იან მაჩადო გერიზე ცოტაოდენი და მის საერთოდ კარიერაზე. 17-1 აქვს ბალანსი, 28 წლისაა, საკმაოდ ახალგაზრდაა, უკვე ძალიან გამოცდილია UFC-ში დიდი ხანია არის. თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ ეს კამარზე ჭუბი სრულიად დამსახურებული აქვს. ნელ-ნელა step by step მიყვა და მივიდა ამ ჭუბამდე. UFC-შია 2021 წლიდან და აქვს მხოლოდ ერთი წაგება კარიერაში, რაც UFC-დან მოდის შავკატ რახმანოვის წინააღმდეგ 2024 წელს 5 რაუნდიანი დესიჟენი წააგო, სადაც ჰქონდა შანსები და საერთოდ ჭუბიც ისე მორჩა, რომ 3 რაუნდი იყო შავკატის და 2 რაუნდი მოუგო მაგ ჭუბში გარემ, ანუ ესეთი დომინაცია ყოფილა. მეორეჯერ რო იჭუბონ, კაცმა არ იცის რა მოხდება. თუმცა ახლა სულ სხვა სიტუაცია გვაქვს, შავკატი მაგ ჭუბის შემდეგ არავის აღარ უნახავს, დიდი ტრამვა აქვს მიღებული, იან მაჩადო გერი როგორც იძახის თვითონ მიაყენა ეს მუხლის ტრამვა, ვინც ნახეთ ჭუბი აუცილებლად გემახსოვრებათ, როგორ ემუშავებოდა იანგარი თავისი ობლიგ კიკებით. მაგ ბრძოლის შემდეგ ორი ჭუბი იჭუბა წინა წელს 2025 წელს და ორივე მოიგო კარლოს პრატესის და ბელალ მუჰამადის წინააღმდეგ. იანგარი ერთპიროვნულად არის სტრაიკერი, ყოველთვის ცდილობს რომ დგომში დატოვოს ჭუბი და მოუნახოს რამე იქ თავის მეტოქეს. აქვს ძალიან გრძელი ფეხები და მშვენივრად იყენებს თავის ფეხებს, თუმცა მაინც რაღაც უცნაური ბილდი აქვს. მიუხედავად იმისა, რომ მაღალია, რიჩი, ანუ ხელის სიგრძე არ აქვს დიდი და თავის ოპონენტებთან შედარებით არ აქვს ხოლმე ამაში უპირატესობა. ამ ჭუბში რა თქმა უნდა იანგარის მთავარი და ჩემი აზრით ერთადერთი შანსი არის ის, რომ როგორღაც დატოვოს ჭუბი ფეხზე და
დგომში რაღაც მოუნახოს ისლამს. სხვაგვარად უბრალოდ შეუძლებელია ისლამის დამარცხება. ჩვენ ვიცით რა დონის მოჭიდავეცაა ის დიდი კარიერა აქვს ისლამსაც, თუნდაც მხოლოდ UFC-ში გამოვლილი და ყველამ კარგად ვიცით რასაც აკეთებს, რაშიც არის საუკეთესო. 28 ერთი აქვს ისლამს ბალანსი რო გადავიდეთ ისლამზე 34 წლისაა უფრო დიდია ვიდრე გარი თუმცა პრაიმშია ისლამ მახაჩევი ჩვეულებრივად ყოველ შემდეგ ჩხუბში უფრო და უფრო ვითარდება ამ ჩხუბში ვფიქრობ რომ უფრო განვითარებული გამოვა pound for pound ნომერ პირველი მებრძოლია აქამდე მაინც ჯახირი ქონდა ილიასთან pound for pound ნომერ პირველობაში ერთ ჩხუბს ილია რომ მოიგებდა pound for pound ნომერ პირველი გახდებოდა შემდეგ ისლამი მოიგებდა ისლამი ხდებოდა და ეხლა რახან ილიამ წააგო უპირობო ლიდერია ამ შემთხვევაში ისლამ მახაჩევი მანამდე lightweight-ში მოღვაწეობდა იქ იყო ჩემპიონი ჩარლზ ოლივეირას მოუგო 2022 წელს და ქამრის მოგების შემდეგ 4-ჯერ გააკეთა ქამრის დაცვა ისლამ მახაჩევი არის ძიმე მოჭიდავე რომელიც ჩამოყალიბდა ასევე მშვენიერ სტრაიკერად დგომშიც ეხლა ისლამის სკილები მაღალი დონისაა არ ვამბობ რომ კიკბოქსინგის მსოფლიო ჩემპიონი ვითაა მაგრამ აი თავისი ტეიქდაუნის საშიშროებასთან ერთად როცა ოპონენტს აფიქრებს ტეიქდაუნებზე შემდეგ წარმატებით იყენებს თავის სტრაიკინგს მათ წინააღმდეგ ბევრი ადამიანი ფიქავს გარის თუმცა ჩემთვის ისლამი ამ მატჩაპში უპირობო ლიდერია 1 2 ან 3 ტეიქდაუნი თუ არ გამოვა მე-4 მე-5 და მე-6-ეს მაინც შეეცდება ისევ და რაღაც მომენტში აუცილებლად ჩაიყვანს ძირს, ხოლო ძირს ჩაყვანის შემდეგ დიდი შანსია რომ რაღაც მტკინველზე დაიჭიროს. წინა ჩხუბში ჯეკ დელა მადალენასთან ჯეკ დელა ძალიან კარგად იცავდა ისლამის საბმიშენისგან თავს, ქონდა ნამუშავები ამაზე განსაკუთრებულად. კრეიგ ჯონსთან ერთად ემზადებოდა და კრეიგ ჯონსი არის უმაღლესი დონის ჯიცერი, თან კარგად ყავდა კრეიგ ჯონს შესწავლილი ისლამი და ზუსტად იცოდა აი ამ თავის საყვარელ დარს, როგორც აკეთებს ისლამი, ამაზე ამუშავა. ნახეთ ჩვენ ჩხუბში როგორ კარგად იცავდა თავს ჯეკ დელა ისლამ მახაჩევის დარსისგან. სხვა ბევრი პასუხი არ ქონდა ისლამის ჭიდაობაზე, ერთადერთი იმ ჩხუბში კარგად რასაც აკეთებდა ჯეკ დელა იყო submission defense. აი ეს build-იც რაც აქვს, ზომა როგორიც არის იანგარის, ფიქრობ მოსახერხებელია ისლამ მახაჩევისთვის, ფიქრობ რომ ისლამისთვის ძალიან რთული მეტოქეები უფრო დაბალი და ჩამჯდარი მებრძოლები არიან, მაგალითად როგორიც არის ვოლკანოვსკი და ილია თოფურია, გვახსოვს ჩვენ ვოლკანოვსკისთან პირველი ჩხუბი ისლამ მახაჩევის, ფიქრობ ყველაზე რთული ჩხუბი ისლამის კარიერაში, ზუსტად ვოლკის პირველი ჩხუბი იყო. ისლამის სტილისთვის ესეთი ფიზიკა რთულია საჩხუბრად, ტეიქდაუნების გაკეთება უფრო რთულია და ძირს კონტროლიც უფრო უჭირს ისლამს ესეთ პატარა მებრძოლებთან. ზუსტად ამიტომ მგონია რომ ილია თოფურია ისლამ მახაჩევისთვის არის ძალიან რთული ჩხუბი და ერთადერთი მებრძოლი ასევე არის ილია თოფურია, ვისაც შეუძლია ამ კაცის დამარცხება. ისლამ მახაჩევი ფიქრობ გადაიყვანს ძირს იანგარის, გარი ყოველთვის შეეცდება, როცა ძირს იქნება, რომ როგორმე ფეხზე წამოდგეს და აი ამ ფეხზე წამოდგომის ცდელობის დროს დაუშვებს რაღაც შეცდომას, მისცემს კარგ პოზიციას ისლამ მახაჩევს, ისლამი დაუჭერს კისერს, ან ზურგს აუღებს, შეკრავს ხელებს და დაამთავრებს ყველაფერს. ჩემი პიკი ამ ჩხუბში იქნება ისლამ მახაჩევის საბმიშენით. კოეფიციენტებს რო ჩავხედოთ ამ ჩხუბისთვის, ისლამ მახაჩევი დიდი ფავორიტია, რა თქმა უნდა, ასეც უნდა იყოს, 1 და 27 აქვს, ხოლო იანგარის 3 და 68 აქვს. გადავედით შემდეგ ჩხუბზე ქალების ჩხუბი strawweight-ის ქამრისთვის, მაკენზი დერნი ჯილიან რობერტსონის წინააღმდეგ. ჩემი აზრით, არც ერთი მებრძოლი არ იმსახურებს ქამარზე ჩხუბს ამ წონის ჩემპიონი მაკენზი დერნი არ უნდა იყოს ეხლა უეილი ჟენგმა დატოვა თავისი წონა, თავისი ქამარი დატოვა, ავიდა ერთი წონით მაღლა, ვალენტინა შევჩენკოსთან შეეცადა ზემოთა წონის ქამრის მოპოვება, ვერ შეძლო და დიდი ალბათობით ეხლა დაბრუნდება და დაიბრუნებს თავის ქამარს. როცა დატოვა მოკლედ ქამარი უეილი ჟანგმა, მაკენზი დერნმა იჩხუბა ამ ქამარზე ვირნა ჟანდირობას წინააღმდეგ, მოუგო ვირნას 5 რაუნდიანი ჩხუბი, არც თუ ისე დამაჯერებლად, საკმაოდ ახლო ჩხუბი იყო. დერნი აშკარად განვითარებულია ეხლა და უკეთესი ვერსია თავისი თავის. გრეპლერია მაკენზი დერნი, ჯიუ-ჯიტსუ არტისტია, ძალიან მაღალი დონის შავი ქამარია, უყვარს ძირითადად მეტოქეების მიწაზე გადაყვანა და შემდეგ იქ დაფინიშება. ესე დიდი ტეიქდაუნ თრეთი მისგან არ არის ხოლმე ბრძოლებში, მაგრამ ძირითადად მაინც მიწაზე აღმოჩნდება ხოლმე თავის ოპონენტთან ერთად და ქვემოდანაც და ზემოდანაც ძალიან საშიშია. მაკენზი დერნის bottom guard-ი, ანუ ქვემოდან ჯიუ-ჯიტსუ საერთოდ ფიქრობ ერთ-ერთი საუკეთესოა UFC-ში, კარგად მუშაობს ქვემოდან.
კრავს სამკუთხედებს, გადადის არმბარებზე და ასევე შეუძლია სვიპებიც. ბოლო ამ სამ მოგებამდე ვხედავთ 2 ზედიზედ წაგებას ამანდა ლემოსის და ჯესიკა ანდრაჟის წინააღმდეგ. განსაკუთრებულად ამანდა ლემოსის წაგება არის ძალიან ცუდი ჩემი აზრით. დგომში წარიმართა ჩხუბი და დგომში დაშალა ლემოსმა. ძალიან მძიმე ნოკდაუნი მისცა და საერთოდ ძალიან დიდ ზიანში ყავდა მთელი ჩხუბი. ჯესიკა ანდრაჟმა საერთოდ მეორე რაუნდში ნოკდაუნი მისცა ჩაყვაძირს და დააფინიშა TKO-ით. ჯილიან რობერტსონს რაც შეეხება 17-8-ზე აქვს ბალანსი, კანადელი მებრძოლია. თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ ჯილიან რობერტსონმა დაიმსახურა ეხლა კამარზე ჩხუბი. 5 ზედიზედ მოგება აქვს. ბოლოს იმ ამანდა ლემოს მოუგო, ეხლა ზუსტად ვიზეს ვლაპარაკობდი, მოუგო თავისი გრეპლინგით. ჯილიან რობერტსონის ერთპიროვნულად არის გრეპლერი, მოჭიდავე და ჯიუ-ჯიტსუ არტისტი. ამ ჩხუბში ვფიქრობ უპირატესობა, ერთადერთი უპირატესობა მაკენზი დერნის წინააღმდეგ, რაც იქნება არის თავისი ჭიდაობა, ანუ ესე სუფთა ჭიდაობით ჯილიან რობერტსონი უფრო უკეთესია. გრეპლინგის მხრივ ვფიქრობ, რომ ერთი დონის გრეპლერები არიან, ორივე მართლა ძალიან მაღალი დონის ჭიცერია. და დგომში ვფიქრობ, რომ მაკენზი დერნი, ეხლანდელი ჩვენი მაკენზი დერნი უკეთესია ვიდრე ჯილიან რობერტსონი. მე საერთოდ არ მომწონს რობერტსონის სტრაიკინგი, არ აქვს საერთოდ კარგი ოფენსივ სტრაიკინგი, ანუ ესე ვერ უტევს დგომში. ვფიქრობ, მაკენზის ეხლა UFC-მ ისეთი მებრძოლი მოუნახა, რომელთანაც დიდი შანსი ექნება, რომ დარჩეს გამარჯვებული. მაკენზის დამარცხება ესე გრეპლინგით და თეიქდაუნებით ძალიან რთულია და ჯილიან რობერტსონი არის ის მებრძოლი, რომელსაც თავისი თლიანი სტილი აქვს აწყობილი ჭიდაობაზე და გრეპლინგზე. არ ვფიქრობ, რომ ამ ჩხუბში ჯილიან რობერტსონს თავისი ჭიდაობით წარმატება ექნება. შეიძლება 1-2 ჯერ გადაიყვანოს ძირს, მსგავსად როგორც ვირნა ჯანდირობამ გააკეთა, მაგრამ დიდ ნაწილს ვფიქრობ, მებრძოლები დგომში გაატარებენ. დგომში კი მაკენზი დერნი უკეთესია. ჩემი ფიქი არის ამ ჩხუბში მაკენზი დერნის გამარჯვება decision-ით. გადავედით შემდეგ ჩხუბზე, flyweight-ების ჩხუბი გვაქვს ახლა, ჩარლზ ჯონსონი, ხოსე ოჩუას წინააღმდეგ. ჩარლზ ჯონსონი ძალიან აქტიური მებრძოლია, ამ წელს ეს იქნება მისთვის მეოთხე ჩხუბი ზედიზედ. სულ რაღაც თვენახევრის წინი ჩხუბა ასუ ალმაბაევის წინააღმდეგ, არც არის გასული თვენახევარი. ბოლო რამდენიმე ჩხუბია ჩარლზ ჯონსონი ცუდად გამოიყურება თავის ჩხუბებში. ასუ ალმაბაევის წინა ჩხუბი რაც აქვს ჩატარებული ბრუნო სილვასთან, split decision-ით აქვს მოგებული, თუმცა ვფიქრობ, რომ წააგო ეგ ჩხუბი ჩარლზ ჯონსონმა, საერთოდ არ გამოიყურებოდა კარგად და იმის წინ პირველად დაფინიშდა ალექს პერეზის წინააღმდეგ. ალექს პერეზიც არ გამოირჩევა ესე თავისი ნოკაუტებით. ასუ ალმაბაევთან ბოლო ჩხუბი რაც ჩაატარა, ეგ მინდა რომ გავიხსენო. განსაკუთრებულად ცუდად გამოიყურებოდა მაგ ჩხუბში ჩემი აზრით ჩარლზ ჯონსონი, საერთოდ ყველაფერი უქნა ასუ ალმაბაევმა, დგომში ჯობნიდა, მიწაზე ათრია, აკონტროლა მიწაზე და ბოლოს მესამე რაუნდის უკვე მეორე ნახევარში საბმიშენი გაუკეთა, თან ძალიან რთული საბმიშენი სულ 2-3-ში გაუკეთა და დააფინიშა. არ მომწონს მე ჩარლზ ჯონსონის ესეთი აქტიურობა, იმიტომ რომ ერთ კემპს რო ამთავრებს, მერე ეგრევე იწყებს მეორე კემპს. დრო არ აქვს იმისთვის, რომ განვითარდეს, რაღაც თავის შეცდომები ნახოს და იმაზე იმუშაოს, იმიტომ რომ პირდაპირ კემპს იწყებს და პირდაპირ იწყებს მომზადებას თავისი ოპონენტისთვის. ხოსე ოჩუას რაც შეეხება, 9-2-ზე აქვს ბალანსი, პერუელი მებრძოლია, დიეგო ლიმა შუტებოქსელია. ბრაზილიაში ცხოვრობს და იქ ვარჯიშობს შუტებოქსში. ჩარლზ ოლივეირას გუნდელია, UFC-შია 2024 წლიდან და 4 ჩხუბი აქვს ჩატარებული, 2 მოგებული აქვს და 2 წაგებული. თავიდანვე საკმაოდ მაღალ დონეზე დაიწყო, ლონერ კავანას ეჩხუბა და decision-ით დამარცხდა. სტრაიკერია, ოჩუა, მსგავსად ჩარლზ ჯონსონისა, ერიდება ძირითადად მაინც მიწაზე გადასვლას და ცდილობს, რომ დგომში წარმართოს მთლიანი ჩხუბი. იქიდან გამომდინარე, რომ ორივეს დგომში უყვარს ჩხუბი, ვფიქრობ, რომ არ გვექნება ამ ბრძოლაში მიწაზე გასვლები. როგორც თქვი, არ მომწონს ჩარლზ ჯონსონი ბოლო ჩხუბებშია და ძალიან რთული იქნება ჩემთვის ამ ბრძოლაში მისი დაფიქვა. ვფიქრობ, რომ ოჩუა აჯობებს სტრაიკინგში მას და დარჩება გამარჯვებული 3 რაუნდიანი decision. ერთადერთი ფაქტორი, რაც არის ამ ჩხუბში და აუცილებლად ასევე გასათვალისწინებელი არის ის, რომ ჟოსე ოჩუას ეხლა ხანს დაეღუპა თავისი გუნდელი ალან ნასიმენტო, ამაზე ვილაპარაკე ჩემს წინა ვიდეოში. შუტებოქსელი იყო ალანიც და ძალიან ახლო მეგობარი იყო ოჩუასი. flyweight-ი იყო ალან ნასიმენტო, ოჩუას flyweight-ში ჩხუბობს, ერთი წონა არიან და
დარბაზში სპარინგ პარტნიორები იყვნენ, ერთად ვარჯიშობდნენ ძალიან ბევრს და აუცილებლად გასათვალისწინებელია ის, რომ ამხელა მენტალური ზიანი მიიღო ოჩუამ. იმედი მაქვს, დიდი გავლენა არ ექნება ოჩუას პერფორმანსზე ამ ამბავს. მაინც მივენდობი ოჩუას, მომწონს მისი სტრაიკინგი, მომწონს მისი შანსები ამ ჯგუფში და მაინც არ შეუცვლი ჩემფიქს. გადავედით შემდეგ ჯგუფზე, მანსურ აბდულმალიკი დასტინ სოლსფუსის წინააღმდეგ. მანსურ აბდულმალიკი 9-1-1-ზე ბალანსით. წინა ჯგუფში განიცადა პირველი მარცხი აბდულმალიკმა ბელგარიმ ჩაუტარა კიკბოქსინგის მასტერ-კლასი. მანამდე კარგად გამოიყურებოდა, 3 ჯგუფი აქვს UFC-ში მოგებული. ეს კაცი არის ფიზიკურად დაჯილდოვებული, ძალიან მაგარი ათლეტია, ძირითადად თავის აი ამ ძალით ჩაგრავს ხოლმე მეტოქეებს. ეხლა იმის შემდეგ რაც წააგო ის ჯგუფი შეიცვალა საერთოდ დარბაზი და სხვა კემპი აქვს გავლილი, ექსტრემ კულტურში გადავიდა, ანუ ლას-ვეგასში ვარჯიშობს, ვინც იცით, რომან დოლიძე, როცა ამერიკაში ემზადება, ზუსტად მაგ დარბაზში ემზადება რომანი. დიდია იმის შანსი იმისა, რომ რომანთანაც აქვს ნავარჯიშები და ნასპარინგები, იმიტომ რომ რომანიც ახლა ლას-ვეგასშია და ექსტრემ კულტურში ემზადება თავისი ჯგუფისთვის. მარცხის შემდეგ დაფიქრდა ალბათ ბევრ რაღაცაზე და ზუსტად მაგიტომ მიიღო ეს გადაწყვეტილება, რომ შეეცვალა დარბაზი, მიიღო ახალი ცოდნა და უფრო განვითარებულიყო. დასტინ სოლსფუსს რაც შეეხება, 16-8-ზე აქვს ბალანსი. სოლსფუსი დიდი ხანია საკმაოდ UFC-შია, 2020 წლიდან მოღვაწეობს. დანა ვაითის კონტენდერების სერიაში აქვს მოპოვებული კონტრაქტი და აქვს მოპოვებული ჯო პაიფერის წინააღმდეგ. ჯო პაიფერმა მაგ ჯგუფში პირველ რაუნდში მოიტეხა ხელი და ვეღარ შეძლო ბრძოლის გაგრძელება. UFC-ში რაც შემოვიდა, საკმაოდ წარუმატებლად დაიწყო, 3 ჯგუფი ზედიზე წააგო, შემდეგ 1 მოიგო, მე ისევ წაგება აქვს. ძირითადად მაინც წაგებები აქვს უფრო მეტი UFC-ში ვიდრე მოგება, მაგრამ არ არის ძალიან დაბალი დონის მებრძოლი. რო ჩავხედოთ მის კარიერას, აქვს რამდენიმე კარგი მოგება, აი მაგალითად მარკ ანდრე ბარიო ყავს დანოკაუტებული პირველ რაუნდში 2024 წელს და 2023 წელს. ფუნაჰალე სორიანო ყავს მეორე რაუნდში რიან ნეიქედით დამარცხებული, ეს ორივე მშვენიერი მოგებაა. ძირითადად ჭიდაობს სტოლფუსი, დგომშიც აქვს ნოკაუტები, მაგრამ ძირითადად მაინც მოჭიდავია, ვფიქრობ ამ კაცის უპირატესობა არის ძირითადად ჭიდაობა. არ მგონია ამ ჯგუფში თავისი ჭიდაობა წარმატებულად შეძლოს, იმიტომ რომ მანსურ აბდულმალიკი ძალიან ფიზიკური მებრძოლია, მისი ძირჩაყვანა იქნება ურთულესი ამბავი, თან ჭიდაობს აბდულმალიკიც და დაიცავს თავს თეიქდაუნებისგან აუცილებლად სტოლფუსის თუ შეეცადა. დგომში კიდე ვფიქრობ, რომ აბდულმალიკი უკეთესია. უფრო მძიმე დარტყმები აქვს და ბევრად სწრაფია. ვფიქრობ სტოლფუს ამ ჯგუფში ძალიან დაბალი შანსები აქვს. ეს ჯგუფი იქნება მისთვის კიდევ ერთი მარცხი. კოეფიციენტებს რო ჩავხედოთ, უდიდესი ფავორიტია მანსურ ამ ჯგუფში 1.17 აქვს კოეფიციენტი, ხოლო დასტინ სტოლფუს აქვს 4.95. ჩემი პროგნოზი იქნება მანსურ აბდულმალიკის გამარჯვება. გადავედით შემდეგ ჯგუფზე, ედსონ ბარბოზა ესტებან რიბოვიჩის წინააღმდეგ. ედსონ ბარბოზა UFC ვეტერანი, 40 წლის მებრძოლი, რომელიც უკვე ასაკშია ძალიან და ბოლო ჯგუფებია ცუდად გამოიყურება. თავის ვფიქრობ, ნახევარიც აღარ არის დარჩენილი იმ ედსონ ბარბოზასი, ვინც ჩვენ გვახსოვს 2010 წელს აქვს დაწყებული თავისი კარიერა UFC-ში და აქვს უამრავ უმაღლეს დონის მებრძოლთან ნაჩხუბარი, ისეთები როგორიც არიან ენტონი პეტისი, პოლ ფელდერი, დონალდ სერონისთან აქვს ასევე ნაჩხუბარი ედსონ ბარბოზას, მაიკლ ჯონსონი, ტონი ფერგიუსონი, ხაბიბ ნურმაგომედოვი, ჯასტინ გეიჯი, მოკლედ უმაღლეს დონეზე აქვს ნაჩხუბარი. თავის კარიერის განმავლობაში ყოველთვის რთულ ჯგუფებს აძლევდა თავის მეტოქეს. ეხლა ბოლოს 3 ზედიზე წაგება აქვს, როგორც თქვი, თუდად გამოიყურება. ლერონ მორფისთან წააგო დესიჟენი, შემდეგ დრაკარ კლოუზესთან და ბოლოს ჯალინ თერნერთან დაფინიშდა პირველივე რაუნდში. სტრაიკერია ედსონ ბარბოზა, გამოირჩევა თავისი სპინინგ კიკებით. ედსონ ბარბოზას ის spinning back kick-ი ერთ-ერთი ყველაზე ვირალური ნოკაუტია. ვფიქრობ, ეს ჯგუფი შეიძლება საერთოდ საბოლოო იყოს ედსონ ბარბოზასთვის. ესტებან რიბოვიჩს რაც შეეხება, 15-3-ზე აქვს ბალანსი, 30 წლისაა, ახალგაზრდაა, მშვენივრად გამოიყურება. მართალია ბოლო ჯგუფი წააგო მათეუს გამროთთან, თუმცა გამროთმა მაგ ჯგუფში ათრია, პირველი რაუნდი ეჭიდავა, მეორე რაუნდშიც ჩაიყვანა ძირს და დააფინიშა ძირსვე, არანაირი შანსი არ მისცა, რომ დგომში რამე გაეკეთებინა რიბოვიჩს. ერთპიროვნულად სტრაიკერია რიბოვიჩი და თავისი მთლიანი სტილი აქვს აგებული დგომში ჯგუფზე. ბევრი რო აღარ გავაგრძელო ამ ჯგუფზე, ვფიქრობ,
ცუდი ბრძოლაა ეს ბარბოზასთვის, მას აძლევენ ახალგაზრდა მშიერ სტრაიკერს. ბარბოზასაც უყვარს სტრაიკინგი, მისი ტეიქდაუნები მე არ მახსოვს. ფიქრობ, რომ ეს ბრძოლა დგომში წარიმართება და ესტევან რიბოვიჩი დაჩაგრავს ბარბოზას. დიდი შანსი აქვს რიბოვის ამ ჯგუფში პირველივე რაუნდში დააფინიშოს. კი არა ვფიქრობ, ეცონ ბარბოზას შეიძლება ისეთი მარცხი ვნახოთ, როგორიც წინა ქარდზე, ჩვენ წინა ქარდზე ვნახეთ დარენ ელკინსის. 4.95 აქვს კოეფიციენტი ეცონ ბარბოზას, ძალიან დიდი ანდერდოგია და ვფიქრობ, ასეც უნდა იყოს. ვფიქრობ, ძალიან დაბალი შანსები აქვს ამ ჯგუფში, ხოლო ესტევან რიბოვიჩს 1.17 აქვს კოეფიციენტი. ჩემი პიკი იქნება ამ ჯგუფში ესტევან რიბოვიჩის გამარჯვება ნოკაუტით. გადავედით პრელიმების ჯგუფებზე, აქამდე თუ უყურებთ ვიდეოს და ჯერ არ დაგილაიქებიათ, შეგახსენებთ, რომ აუცილებლად დაალაიქოთ. ჩიდი ნჯოკუანი ჯოელ ალვარეზის წინააღმდეგ. კიდევ ერთი სტრაიკერების ჯგუფი გვექნება. ჩიდი ბენგბენგი 25-12-ზე ბალანსით, 37 წლის, საკმაოდ ასაკშია. ცოტა თავის კარიერის ბოლოსკენ აქვს UFC-ში, კარიერა დაწყებული და აწყობილი, მაგრამ მანამდეც ბელატორში ჩხუბობდა, საკმაოდ მაღალ დონეზე ჩხუბობდა. 2021 წელს შემოვიდა UFC-ში და 5-5-ზე აქვს ბალანსი, ანუ 5 მოგება და 5 საგება აქვს. სტრაიკერია, აქვს უმძიმესი ხელები და იყენებს ასევე თავის ქიქებსაც მშვენივრად. ბოლო ორი ჩხუბია წაგებული აქვს და არ გამოიყურება საერთოდ კარგად. ჯეიკ მეთიუსმა დაამარცხა პირველ რაუნდში rear naked choke-ით და ბოლო ჯგუფში კარლოს ლიალმა 3 რაუნდი უმოწყალოდ ცემა. ჯოელ ალვარეს რაც შეეხება 23-4-ზე აქვს ბალანსი, 33 წლისაა, შედარებით უფრო ახალგაზრდაა, ესპანელი მებრძოლია. მასაც ბოლო ჯგუფი წაგებული აქვს იაროსლავ ამოსოვის წინააღმდეგ, მაგრამ ძალიან ცუდი წაგება არ არის ეს რა, იმიტომ რომ ამოსოვი არის უმაღლესი დონის მებრძოლი და ვფიქრობ საერთოდ საჩემპიონო დონის მებრძოლია. ვფიქრობ საერთოდ ამ წონაში ყველაზე დიდ წინააღმდეგობას ისლამ მახაჩევს იაროსლავ ამოსოვი გაუწევს. მოკლედ გადაუვარა ამოსოვმა პირველი რაუნდი ტეიქდაუნები გაუკეთა, ძირს ჩაიყვანა. არანაირი შანსი მაქვს ჯგუფში ალვარეს არ ქონია, საერთოდ ვერაფერი ვერ გააკეთა. მეორე რაუნდშიც იგივე გაუკეთა, ამოსოვმა ჩაიყვანა და დააფინიშა. თუმცა მანამდე 4 კაციანი მოგებათა winning streak ჰქონდა, ვინსენტე ლუკი 3 რაუნდის განმავლობაში ცემა ძალიან მაგრა, იმის წინ დაკარკლოსი ყავს პირველ რაუნდში დანოკაუტებული, ელვის ბრენერი ასევე ნოკაუტით და მარკ დიაკისი მეორე რაუნდის საბმიშენით. არის ძირითადად სტრაიკერი, უყვარს სტრაიკინგი, მაგრამ აქვს ძალიან სნიკი საბმიშენები. ძირითადად მაინც გამარჯვებები უფრო მეტი კარიერაში საბმიშენით აქვს. არ არის ესე მოჭიდავე, არ შედის ფეხში და ესე ძირს არ ჩაყავს თავის მეტოქეები, მაგრამ ძირითადად მაინც თავის ბრძოლაში აღმოჩნდება ხოლმე ძირს, აზიანებს თავის მეტოქეებს დგომში, შემდეგ უღებს კისერს და გუდავს. ვფიქრობ, ამ ჯგუფში უდაოდ ფავორიტიან ჯოკუანის წინააღმდეგ, ვაძლევ უპირატესობას დგომში ალვარეს და მიწაზე საერთოდ ცადა დედამიწა, იმიტომ რომ ჯოკუანის გრაუნდ სკილები საერთოდ არ აქვს. დიდი შანსია, რომ ალვარესმა რაღაცაზე დაიჭიროს დგომში და დაანოკაუტოს ჯოკუანი, ან დააზიანოს ფეხზე და შემდეგ აუღოს ზურგი ან კისერი ჯოკუანის და საბმიშენით დააფინიშოს. კოეფიციენტებს რო ჩავხედოთ 2.97 აქვს ჯოკუანის, ხოლო ალვარეს 1.38 აქვს. ჩემი პიკი არის ჯოელ ალვარესის გამარჯვება საბმიშენით. გადავედით შემდეგ ჯგუფზე, ჯალინ თურნერი კაუე ფერნანდეზის წინააღმდეგ. ჯალინ თურნერი 15-9-ზე ბალანსით 31 წლის მებრძოლი, რომელმაც რაღაც მომენტში დაანება ჯგუფს თავი, როცა იგნასიო ბაჰამონდეზის წინააღმდეგ დამარცხდა 2025 წელს. რიტაირმენტში გავიდა, მოკლედ თქვა, რომ ვერ გრძნობო თავს კარგათო, აღარ მაქვსო ჯგუფის სურვილიო. ეს იყო 2025 წლის მარტში და შემდეგ დიდი დრო არ გასულა. 6 დეკემბერს უკვე იჩხუბა, დაბრუნდა ეცონ ბარბოზასთან და მშვენიერი კამბექი გააკეთა, როგორც თქვა, ეხლა ყველაფერი წესრიგში აქვს. დააფინიშა პირველივე რაუნდში ეცონ ბარბოზა. საერთოდ ისეთი მებრძოლია, თუ თავისი გეგმა არ მისდის და თუ ვერ ნახულობს ჯგუფში წარმატებას და თავისი მეტოქე აწუხებს და პრესავს, რაღაცნაირად თითქოს ნებდება და ჩერდება. ძირითადად სტრაიკინგის მებრძოლია ჯალინ თურნერი, აქვს რაღაც საბმიშენების კარიერაში გაკეთებული, მაგრამ მოჭიდავე არ არის, უყვარს დგომში ჩხუბი და თავისი გრძელი ხელით და ფეხებით მუშაობა. კაუე ფერნანდეს რაც შეეხება, ბრაზილიელი მებრძოლია 11-2-ზე ბალანსით, სტრაიკერია, ფიქრობ, ვინმე ამ ჯგუფში უპირატესობა მიწაზე თუ ექნება, ეს იქნება ჯალინ თურნერი. კაუე ფერნანდესი არის
ერთპიროვნულად სტრაიკერი, კიკბოქსიორია, კიკბოქსინგიდან არის გადმოსული და ყოველთვის ცდილობს რომ დგომში დარჩეს და დგომში მოიპოვოს გამარჯვება. ორი წაგება რაც აქვს თავის კარიერაში, ორივე აქვს ჭიდაობით წაგებული. ერთი არის UFC-ში 2023 წელს თავის დებიუტი რაც გააკეთა მარკ დაიკისის წინააღმდეგ, კუაე ფერნანდეზის ცალფეხზე იყო ჩამოკიდებული მთლიანი ჩხუბის განმავლობაში. ცუდი ჩხუბი იყო ეგ ძალიან, მოკლედ ეგ წააგო ფერნანდეზმა, მაგრამ იმის შემდეგ სამ ჩხუბიან ვინინგ სტრიქზეა ეხლა. მუჰამედ იაია დაამარცხა პირველი რაუნდის ფინიშით, შემდეგ ალბათ ყველას გახსოვთ კარგად გურამ ქუთათელაძესთან ჩხუბი, სადაც უბრალოდ გაუქმა გურამს თავისი ფეხი, უმაგრესი ლეგ-კიკები აქვს ფერნანდეს და გურამს წაართვა ორივე ფეხი და არანაირი შანსი არ მისცა, სამრაუნდიანი დესიჟენით მოუგო და ბოლო ჩხუბში ჰარი ჰარდვიგს პირველ რაუნდში გაუნადგურა ასევე ფეხები, ლეგ-კიკ ფინიში იყო, მართლა უმძიმესი ლეგ-კიკები აქვს, მოაძრო ფეხები ჰარი ჰარდვიგს დააინვალიდა იმ ჩხუბში, უბრალოდ ფეხზე ვეღარ გაჩერდა ჰარი ჰარდვიგი, დაეცა ძირს და გააჩერა მსაჯმა ჩხუბი. ფიქრობ ამ ჩხუბში აქვს უპირატესობა კაუე ფერნანდეს, იმიტომ რომ ჯალინ თორნერს აქვს ძალიან გრძელი და ძალიან წვრილი ფეხები, რასაც ფიქრობ რომ აუცილებლად დაუშლის. ამ ჩხუბში კოეფიციენტებს რო ჩავხედოთ, ანდერდოგია კაუე ფერნანდეზი, ჩემ გასაკვირად 2.53 აქვს კოეფიციენტი, ჯალინ თორნერს აქვს 1.54. ფიქრობ აუცილებლად აუკრიფავს ლეგ-კიკებს კაუე ფერნანდეზი, აუცილებლად დაუზიანებს, დგომში წარიმართება ეს ჩხუბი და უდიდესი შანსი აქვს კაუე ფერნანდეს სტრაიკინგში. ჩემი პიკი ამ ჩხუბში იქნება კაუე ფერნანდესის გამარჯვება, შეიძლება TKO-ს აიღოს, ან უფრო დესიჟენით. შემდეგ ჩხუბი დონტე ჯონსონი, ერიკ მაკონიკოს წინააღმდეგ. გახსოვთ ალბათ ერიკ მაკონიკო წინა ჩხუბში ჩემი ანდერდოგ ლოქი იყო როდოლფო ვიეირას წინააღმდეგ და წამოვიდა ჯიგრულად. ამერიკელი მებრძოლია 11-4 ერთზე ბალანსით, 36 წლისაა, შეიძლება ითქვას რომ ცოტა ასაკშია უკვე. გამოცდილია საკმაოდ UFC-ში 2025 წლიდანაა, 4 ჩხუბი აქვს ჩატარებული, 2 მოგება აქვს, 2 წაგება. სტრაიკერია ეს კაცი და განსაკუთრებულად მისი ჩხუბები მომწონს უფრო სტრაიკერ გრეპლერების წინააღმდეგ, იმიტომ რომ იცავს, კარგად იცავს თავს ტეიქდაუნებისგან და შემდეგ დგომში ნორმალური დონის სტრაიკერია მართლა. საშუალო დონის სტრაიკერებს უგებს ხოლმე ზუსტად ეგრე მოუგო ვიეირას, დაიცვა ტეიქდაუნებისგან თავი და დგომში ბევრად უკეთესი იყო, სამრაუნდიანი დესიჟენი მოუგო. იმის წინ ბაინსანგურ სუსურკაევს ეჩხუბა, სადაც მესამე რაუნდში დაფინიშდა და ანოკაუტა სუსურკაევმა, თუმცა ჰქონდა თავისი წარმატება მაგ ჩხუბში მაკონიკოს. უქმნიდა პირველ რაუნდში პრობლემებს სუსურკაევს. ეხლა დონტე ჯონსონს ეჩხუბება, რომელიც დამომარცხებელია 8-0-ზე აქვს ბალანსი. დონტე ჯონსონი middleweight-ში ასპარეზობს და არის ის მებრძოლი, რომელსაც light heavyweight-იც აქვს ნაჩხუბარი და heavyweight-იც. 2025 წელს აქვს დანა ვაითის კონტენდერებში მოპოვებული კონტრაქტი UFC-სთვის და დანა ვაითის კონტენდერებში იჩხუბა heavyweight-ში. იმის შემდეგ რაც შემოვიდა UFC-ში, დაუბრუნდა თავის წონას, რაც არის მისი წონა, ეს არის middleweight-ი, სედრიკ ვასდუმასი დაამარცხა მეორე რაუნდის გილიოტინით და ბოლო ჩხუბში კოდი ბრანდეჯთან იჩხუბა, მოიგო split decision-ით. ძალიან ცუდი ჩხუბი იყო, ფიქრობ ეგ ჩხუბი კოდი ბრანდეჯმა მოიგო, არავინ არ ელოდებოდა მაგას, ძალიან დიდი ფავორიტი იყო დონტე ჯონსონი და შეიძლება ითქვას, რომ ძლივს მოიგო ეგ ჩხუბი. მიხვდებოდით ალბათ იქიდან გამომდინარე, რომ light heavyweight-ში და heavyweight-ში აქვს ნოკაუტები, ძალიან მძიმე დარტყმები აქვს, ჭიდაობს ასევე, მაგრამ არც თუ ისე წარმატებულად, აქვს რაღაც submission-ებიც ძირს, მაგრამ ჩემი აზრით უფრო სტრაიკერია ეს კაცი, უყვარს თავისი მძიმე ხელების გამოყენება პირველივე რაუნდში და პირველივე რაუნდში დაფინიშება მეტოქის. თუ არ გამოუვიდა ეს, ნახეთ ჩვენ წინა ჩხუბში, არც დანოკაუტება არ გამოუვიდა კოდი ბრანდეჯის და თავისი ჭიდაობაც ვერ მოახერხა ისე როგორც უნდოდა, დაიღალა შემდეგ და მისცა უდიდესი შანსები კოდი ბრანდეჯს. ამ ჩხუბში დონტე ჯონსონი ფავორიტია, 1.39 აქვს, ერიკ მაკონიკოს აქვს 2.92. მომწონს ძალიან ერიკ მაკონიკო, ფიქრობ აუცილებლად ექნება შანსები გავაკეთებ ერიკ მაკონიკოს ფიქს. ფიქრობ რომ პირველ რაუნდში გადაურჩება დონტე ჯონსონის მძიმე დარტყმებს, ტეიქდაუნებისგან დაიცავს თავს, აუკრიფავს და სამრაუნდიანი დესიჟენით დარჩება გამარჯვებული. ჩემი პიკი არის ერიკ მაკონიკო დესიჟენით. გადავედით შემდეგ ჩხუბზე, ვინსენტ ელუკი ტრეშან გორის წინააღმდეგ. ვინსენტ ელუკი აბსოლუტური ლეგენდა, 24-12 ერთზე ბალანსით, 34 წლისაა, საკმაოდ დიდი გარბენი აქვს, ძალიან ბევრი ჩხუბი აქვს ჩატარებული UFC-ში, 2015 წლიდან მოღვაწეობს აქ და თავისი კარიერის დიდი ნაწილი
UFC-ში აქვს გატარებული. ბოლო ჩხუბებია ცუდად გამოიყურება, ვფიქრობ, რომ დიდი დრო არ აქვს მას ამ სპორტში დარჩენილი. ვფიქრობ, ძალიან მალე გავა რითაირმენტში. ბოლო ჩხუბი კი მოიგო კევინ გასტელუმის წინააღმდეგ, თუმცა კევინ გასტელუმიც თავის კარიერის ბოლოსკენაა. იმის წინ ჯოელ ალვარესთან 3 რაუნდიანი ბიტდაუნით წააგო. პირველი ჩხუბი როცა დავინახეთ, რომ ვინსენტ ელუკი თავის თავს აღარ გავდა, იყო 2022 წელს ჯეოფნილმა, როცა დააფინიშა მესამე რაუნდში. მანამდე ძალიან მაგრაცემა პირველი 2 რაუნდი და მესამეში დააფინიშა და მაგ ჩხუბის შემდეგ 2024 წელს ასევე განსაკუთრებული ერთ-ერთი ყველაზე ცუდი ჩხუბი ვინსენტ ელუკისთვის არის ჯოაკიმ ბაკლის წინააღმდეგ მეორე რაუნდში. უბრალოდ გაჩერდა რაღაც მომენტში და მისცანება ბაკლის რომ დაეფინიშებინა, დაეცა ძირს, შეაჯდა ბაკლი და დააფინიშა ground and pound-ით. ტრეშანგორს რაც შეეხება 6-4-ზე აქვს ბალანსი, საკმაოდ ცუდი ბალანსი აქვს, მაგრამ ეხლა როგორც გამოიყურება ტრეშანგორი მე ძალიან მომწონს. 2018 წელს აქვს პროფესიონალური კარიერა დაწყებული და 2022 წლიდან უკვე UFC-ში არის. ძირითადად უფრო სტრაიკერია, მაგრამ აქვს უმაგრესი გილიოტინა. UFC-ში გვანახა უკვე 3 გილიოტინით მოგებული ჩხუბი აქვს და ბოლო ჩხუბშიც, სადაც უდიდესი ანდერდოგი იყო, აზამად ბეკოევის წინააღმდეგ, მესამე რაუნდში ზუსტად გილიოტინით დაამარცხა, გადაიტანა ბეკოევის პირველი 2 მძიმე რაუნდი და კამბექი გაუკეთა. პირველი რაუნდი წააგო, მეორე რაუნდი მოიგო და მესამეში გილიოტინაზე დაიჭირა ბეკოევი. ბოლო ჩხუბებია, როგორც ჩხუბობს, მართალია წაგებებიც აქვს, აი მარკო ტულიოსთან მეორე რაუნდში დაფინიშდა, მაგრამ უდიდესი ბიტდაუნი აიღო, ერთი ნაბიჯი უკან არ გადაუდგავს, სულ წინ მიდიოდა. მაქვს ინტერვიუები ნანახი და ამბობს, რომ საერთოდ სრულიად შეცვალა თავისი კარიერა, ბევრად მეტ დროს უთმობს ვარჯიშს და სულ სხვანაირად უყურებს ეხლა თავის კარიერას. ძალიან მოტივირებულია, ბევრად მეც ვარჯიშობს და ვფიქრობ, რომ ეხლა უკვე ასაკში შესულ ლუკეს წინააღმდეგ დიდი ფავორიტია. კოეფიციენტებს რო ჩავხედოთ, 2-დან 0.3 აქვს ლუკეს, ტრეშანგორს აქვს 1.75. ჩემი პიკი არის ამ ჩხუბში ტრეშანგორის გამარჯვება. გადავედით შემდეგ ჩხუბზე, რაფაელ ტობიასი, ლუკას ფერნანდოს წინააღმდეგ, light heavyweight-ების ჩხუბი გვაქვს. რაფაელ ტობიასი არის ბრაზილიელი მებრძოლი, 14-2-ზე აქვს ბალანსი. ერთი ჩხუბი აქვს UFC-ში ჩატარებული და წაგებული აქვს დიარ ნურგოჟაის წინააღმდეგ. დიარ ნურგოჟაი ნახეთ წინა კვირას, ძალიან კარგად გამოიყურებოდა. ვიცახდი წინა ჩემი prediction-ის ვიდეო თუ ნახეთ, სადაც დიარ ნურგოჟაის განვიხილავდი, თქვი რომ ვითარდება ძალიან აშკარად ნურგოჟაი და წინა ჩხუბშიც, წინა კვირას, რაც იყო, იქ აჩვენა თავისი განვითარება, დაანოკაუტა პირველივე რაუნდში ბრუნო ლოპეზი. მოკლედ ნურგოჟაისთან წააგო ტობიასმა, მაგრამ საკმაოდ ახლო ჩხუბი იყო, არ იყო ცუდი ჩხუბი, უბრალოდ ბევრი შეცდომები დაუშვა ტობიასმა, თან ფავორიტი იყო მაგ ჩხუბში. ეჭიდავებოდა რაღაც მომენტში ნურგოჟაის, მაგრამ შეცდომებს უშვებდა ძირს და უდგებოდა ფეხზე ნურგოჟაი, დგომში კიდე ნურგოჟაი ჯობნიდა. მართალია სტრაიკინგშიც არ არის ძალიან ცუდი ტობიასი, უმძიმესი ხელები აქვს და მართლა მოსაკლავად იქნევს ყველაფერს, თავის კარიერაშიც ბევრი ნოკაუტი აქვს, მაგრამ უფრო მაინც აი ესე თავისი ბრძოლის სტილი აქვს აწყობილი ჭიდაობაზე და ground game-ზე. ჩაყავს თავისი მეტოქეები ძირს და იქ submission-ით აფინიშებს. თან აქვს მართლა კაი ჩოუქები, ნურგოჟაისაც რაღაც მომენტებში უქმნიდა პრობლემებს და ძალიან მძიმე submission-ებში წყავდა, უბრალოდ ნურგოჟაი გამოუძვრა რამდენჯერმე. დანავაითის კონტენდერების სერიაში აქვს მოპოვებული კონტრაქტი და იქ პირველივე რაუნდში rear naked choke-ით submission-ით დააფინიშა თავისი მეტოქე. ლუკას ფერნანდოს რაც შეეხება, ისიც ბრაზილიელია, 13-3-ზე აქვს ბალანსი, 29 წლის მებრძოლია. ის დებიუტს ჩაატარებს ახლა UFC-ში, აქამდე არ უჩხუბია, LFA-ში ჩხუბობდა და თავისი მეტოქისგან განსხვავებით, ერთპიროვნულად სტრაიკერია, კიკბოქსინგის სტილი აქვს და ძირითადად მისი ფინიშები თავის კარიერაში მოდის ნოკაუტით. საინტერესო ფაქტია ის, რომ თავის კარიერაში ეს 3 წაგება რაც აქვს, ამ 3 წაგებიდან 2 წაგება მოდის ეხლანდელ UFC ფაითერებთან. ერთი არის აზამატ ბეკოევთან 2023 წელს LFA-ში 3 რაუნდიანი decision-ით წააგო, ეჭიდავა ბეკოევი და თავისი მძიმე ჭიდაობით მოუგო და იმის წინ ასევე 2023 წელს დანავაითის კონტენდერების სერიაში აქვს ნაჩხუბარი სეზარ ალმეიდას წინააღმდეგ და ეს იყო სეზარ ალმეიდას ბილეთი UFC-ში 3 რაუნდიანი decision-ით მოუგო ასევე ალმეიდამ. თან მოგეხსენებათ ალმეიდა სტრაიკერია, კიკბოქსიორია და იმ ჩხუბში ალმეიდა აქეთ ეჭიდავა ფერნანდოს გაუკეთა ტეიქდაუნები, გაუმიქსა, დგომშიც ეჩხუბა და მოკლედ 3 რაუნდიანი decision-ით მოუგო. სანამ ჩემ ფიქს ვიტყოდე,
ჩავხედოთ კოეფიციენტებს ამ ჯგუფში 3.27 აქვს რაფაელ ტობიას, ძალიან დიდი ანდერდოგია და ფერნანდოს აქვს 1.32. არ ვიცი ამ ხელა ფავორიტად რატო დააყენეს ფერნანდო, აი ნახდად ვერ ხვდები, დებიუტი აქვს UFC-ში, ერთპიროვნულად სტრაიკერია, ტობიას სტრაიკინგი შეუძლია და თან მძიმე მოჭიდავეა, აქვს სუფთა გზა ამ ჯგუფში გამარჯვების, ჩაიყვანოს ის ფერნანდო და იქ ან აკონტროლოს, ან რამე საბმიშენი მოუძებნოს. თან ძალიან გასაკვირია, იმიტომ რომ ტობიას წინა ჯგუფში ნურგოჟაის წინააღმდეგ საკმაოდ დიდი ფავორიტი იყო და ძალიან დიდი ჰაიპით იყო, ისეთი სახელი ჰქონდა მას, სანამ ნურგოჟაის ეჭხუბებოდა, რომ აი მკვლელი გრეპლერი იყო და ხალხს ეგონა, რომ აუცილებლად ნურგოჟაი უნდა დაემარცხებინა საბმიშენით. ეხლა ვერ ხვდები ამ ხელა ანდერდოგი რატომ მისცეს. ახალგაზრდა ბიჭია ტობიასი, 23 წლისაა. წინა ჯგუფი რო წააგო, ვფიქრობ ძალიან ბევრ რაღაცაზე დაფიქრდებოდა, ძალიან ბევრ რაღაცას შეცვლიდა და ვფიქრობ, რომ უდიდესი შანსი აქვს ამ ჯგუფში გამარჯვებული დარჩეს. შეიძლება დგომშიც უმძიმესი ხელები აქვს მართლა ტობიას და შეიძლება რომ რაღაც გაარტყას და დაანოკაუტოს, ან კიდე ყველაზე მარტივი გზა იქნება ძირს ჩაიყვანოს ფერნანდო და იქ მოუნახოს რამე. ჩემი ფიქი ამ ჯგუფში იქნება ამ ქართზე უკვე მესამე ანდერდოგი, თან ძალიან მძიმე ანდერდოგი რაფაელ ტობიასი. გადავედით შემდეგ ჯგუფზე ნილ მაგნი რამის ბრაჰიმაის წინააღმდეგ. კიდევ ერთი UFC ვეტერანი ყავს, საკმაოდ ბევრი ვეტერანი ყავს ამ ქართზე. 31-14 ბალანსით, 39 წლისაა ნილ მაგნი და ასაკშია უკვე. ბოლო ჯგუფი წაგებული აქვს იაროსლავ ამოსოვის წინააღმდეგ. პირველ რაუნდში ანაკონდა ჩოუკით დააფინიშა ამოსოვმა. ამოსოვზე უკვე ვილაპარაკე და საერთოდ არ არის სამარცხვინო მისი ეს წაგება. UFC-ში 2013 წლიდან ძალიან დიდი ხანია და ძალიან ბევრ ცნობილ მებრძოლთან აქვს ნაჩხუბარი. ძალიან გამოცდილია და თავის კარიერის განმავლობაში ძირითადად ეს ისე აქვს კარიერა აწყობილი, რომ ერთ ჯგუფს იგებს, მერე აგებს, მერე შეიძლება ორი ჯგუფი მოიგოს, ზედიზედ 3 მოიგოს, მერე 2-3 წააგოს და მოკლედ ძალიან კაი გეიტკიპერია. ნილ მაგნის თუ მოუგე, ეს იმას ნიშნავს, რომ რაღაცა შეგიძლია და რაღაც შანსები გექნება ამ წონაში. თუ არ მოუგე, ბრუნდები ეგრევე უკან ტოპ 15-ის გარეთ და თავიდან უნდა დაიწყო ბილდაპი. ეხლა ეჭხუბება რამის ბრაჰიმაის 13-6 აქვს ბალანსი, 33 წლისაა. ბოლო ჯგუფი წაგებული აქვს, მაგრამ იქამდე 3 ჯგუფი ჰქონდა ზედიზედ მოგებული, საიდანაც 2 ჯგუფში ბონუსი ჰქონდა აღებული. ერთპიროვნულად გრეპლერია, აქვს მაღალი დონის ჯიუ-ჯიტსუ, გადაყავს თავისი მეტოქეები ძირს და ცდილობს, რომ იქ რაღაც მოუნახოს, აუღოს ზურგი, აქვს კარგი rear naked-ი და ასევე აქვს ძალიან კაი გილიოტინა. ოსტინ მოტფორთან ნახეთ, მეორე რაუნდში გილიოტინით დაამარცხა და იმის წინაც ბილი რეი გუფიც ზუსტად გილიოტინით ყავს დამარცხებული. ვფიქრობ, დიდი შანსები ექნება ნილ მაგნის წინააღმდეგ, იქიდან გამომდინარე, რომ ნილ მაგნის ძირითადად პრობლემები როცა ექმნება გრეპლერების წინააღმდეგ ხოლმე. თუ მოახერხა რამის ბრაჰიმაიმ და ჩაიყვანა ძირს ნილ მაგნი, აუცილებლად დააფინიშებს ძირს. ძირსაც რო არ ჩაიყვანოს, შეიძლება რაღაც მომენტში შეახტეს კისერზე და გილიოტინით დააფინიშოს. თან ვიცით ნილ მაგნის უგრძელესი კისერი აქვს და შეიძლება მისი გილიოტინაზე დაჭერა. კოეფიციენტებს რო ჩავხედოთ 1.98 აქვს მაგნის, 1.79 აქვს რამის ბრაჰიმაის. ვეთანხმები კოეფიციენტებს, ვფიქრობ, რომ ზუსტად ესე უნდა იყოს. პატარა ფავორიტია ბრაჰიმაი და ჩემი ფიქი იქნება რამის ბრაჰიმაის გამარჯვება საბმიშენით. გადავედით შემდეგ ჯგუფზე ჯერემია უელსი, მიკდიბეგოროლბაის წინააღმდეგ. ძალიან მაგარი ჯგუფია, იმსახურებს რომ უფრო მაღლა იყოს ქარზე. პირველი ჯგუფია, ანუ ბოლო ჯგუფია ჩვენთვის. ჯერემია უელსი ამერიკელი მებრძოლი 13-4 ბალანსით, ისიც ასაკშია, 39 წლისაა. დემბა გორიმოსთან აქვს ბოლო ჯგუფი მოგებული, ასე თუ ისე ახლო ჯგუფი იყო მაინც, იმის წინ მაქს გრიფინთან წააგო და იმის წინ კიდე კალსტონ ჰარისთან მესამე რაუნდში დაფინიშდა. კალსტონ ჰარისთან მახსოვს პირველი 2 რაუნდი მოგებული ჰქონდა და ბოლოს მესამე რაუნდში დაუშვა შეცდომა მის საკისერი ჰარის და გააკეთებინა ის, რაც ყველაზე მეტად უყვარს ჰარის, შეკრა ანაკონდა და გაგუდა უგონოდ დატოვა ჯერემია უელსი. მოჭიდავე გრეპლერია ჯერემია, უყვარს მეტოქეების ძირს გადაყვანა თავის რეაქტიული ტეიქდაუნებით, ძალიან ფიზიკური მებრძოლია, დგომში თუ დარჩა ჯგუფი, იქნევს ჰუკებს, მაგრამ ამ ყველაფერს კარგად აკეთებს მხოლოდ პირველ რაუნდში. შემდეგ იღლება ის ძალა ეცლება და ვეღარ აკეთებს ისე როგორც პირველ რაუნდში. ახლა უკვე ასაკშია, 39 წლისაა, ნელ-ნელა ბერდება და ვფიქრობ, რომ შემდეგ ჯგუფებში თავის უფრო ცუდი ვერსია იქნება. მის მეტოქე მიკდიბეგოროლბაის რაც შეეხება, ყირგიზსტანიდან არის, 16-2-1 აქვს ბალანსი, 28 წლისაა, ბევრად ახალგაზრდაა და
ბევრად მოტივირებულია. სულ ეხლა ხანს ავიდა ოროლბაი welterweight-ში, ბოლო ორი ჩხუბია welterweight-ში ჩხუბობს და მართლა ძალიან კარგად გამოიყურება. თან, ანუ lightweight-ში ხო ჩხუბობდა მანამდე და დიდი ზომის მებრძოლი საერთოდ არ იყო lightweight-ში რა. ავიდა welter-ში, მშვენივრად გამოიყურება. პირველი ჩხუბი ჯეკ ჰერმანსონს ეჩხუბა და პირველივე რაუნდში უდიდესი მარჯვენა overhand-ით გათიშა. ბოლოს აგერ კრის კურტის ეჩხუბა, 3 რაუნდი მოწყალოდ ათრია. ესე კრის კურტისი ვინმეს დაეჩაგრა, აქამდე მეჯერ არ მინახავს, ტეიქდაუნებს უკეთებდა, ძირს აკონტროლებდა. რაღაც მომენტებში დგებოდა ფეხზე კურტისი, ისევ ძირს ჩაყავდა ოროლბაის და საერთოდ შანს არ აძლევდა. მანამდეც მშვენივრად გამოიყურებოდა, ერთადერთი წაგება რაც აქვს UFC-ში არის მათეუშ რებესკის წინააღმდეგ split decision-ით. რო ჩავხედოთ, მოგებები აქვს ისეთ მებრძოლების წინააღმდეგ, როგორიც არის უროს მედიჩი, თავისი დებიუტი ჩაატარა უროს მედიჩის წინააღმდეგ და მეორე რაუნდის neck crank-ით მოუგო. უროს მედიჩი აგერ სულ რაღაც 2 კვირის სიმნახეთ და ხედავთ თუ რა მაგარი მოხოდილია და რადონის მებრძოლია, ეს ძალიან მაგარი მოგება და ასევე ვხედავთ ტოფიკ მუსაიევს პირველ რაუნდში ჩაიყვანა ძირს თავისივე ქვეყანაში და კიმურა გაუკეთა უღადვილესად. ტოფიკ მუსაიევიც მაგარ ხოძია ეხლა ამ ჩხუბში მიგდიბეკ ოროლბაი აუცილებლად დარჩება გამარჯვებული. ვფიქრობ, დგომშიც უკეთესია ოროლბაი, მიწაზეც უკეთესია, ჭიდაობაც უკეთესი აქვს და მიწაზეც უკეთესია. კოეფიციენტებს რო ჩავხედოთ, ყველაზე დიდი ფავორიტია ოროლბაი ამ ქარზე 1-9 აქვს, 6-90 აქვს ჯერემია ველს და ჩემი პიკი იქნება მიგდიბეკ ოროლბაის გამარჯვება. სულ ეს იყო ჩვენი დღევანდელი UFC 330-ის პროგნოზების ვიდეო. შეგახსენებთ რომ დალაიქოთ ვიდეო თუ მოგეწონათ, გამოიწერეთ ჩემი არხი და დამიწერეთ კომენტარები რას ფიქრობთ ამ ქარზე, როგორი პიკები გაქვთ. დიდი იმედი მაქვს ისევე კარგად წამოვა ამ კვირის პიკები, როგორც წინა კვირას წამოვიდა. შემდეგი ვიდეო გვექნება ამ კვირის betting ვიდეო. დაელოდეთ აუცილებლად, შევხვდებით შემდეგ ვიდეოში. Peace out.